ფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რომელიც ვიცი რომ ძალიან ბევრს გაინტერესებთ და ეს არის ირანი, ირანში მიმდინარე და ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. თუმცა მცირეოდენი პაუზა ჰქონდა ამაში, ყურადღება გავამახვილეთ სირიაში მიმდინარე პროცესებზე, ამავდროულად შევეხეთ იემენში მოვლენებს, ეს ყველაფერი გადაჯაჭვული ახლო აღმოსავლეთში ერთდროული პროცესები მიმდინარეობს. რატომ გავაკეთე ეს? იმიტომ რომ ის თემები აქტუალურია, დღევანდელია და ირანის თემაზე ველოდებოდი, სანამ დაგროვდება გარკვეული ინფორმაციის მარაგი, იმისთვის რომ რეალურად ერთი წინადადების ან რამდენიმე სიახლისთვის მთელი ანალიზი არ დავგეგმო და ამით თქვენი დროც დავზოგო და ჩემი. ანუ ამ არხზე ჩვენ შევხვდებით ჩემი მიზანიც ეგ არის ხარისხიან მასალას, რომელიც ყოველი ანალიზი გვაძლევს რაღაც ახალს, მნიშვნელოვანს და შესაძლებლობას რომ კიდევ უფრო წინ ვუყუროთ. ანუ ტრენდი ვნახოთ, ტენდენცია ვნახოთ დაახლოებით როგორ ვითარდება მოვლენები ანალიზიდან ანალიზამდე და ეს მნიშვნელოვანი მდგენელია. ასე რომ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ირანზე და ამ ინფორმაციას როგორც გაგაცნობთ, ასევე გავაანალიზებთ და გარკვეულ პროგნოზებსაც გავაკეთებთ. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი ძალიან პოზიტიური კომენტარებისთვის, რომელსაც ხვდები ბოლო დღეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს ძალიან მახარებს. უფრო მეტ мотиваციას მაძლევს რომ ეს ჩვენი საქმიანობა აქტიურად გავაგრძელო. გთხოვთ რომ გააგრძელოთ კომენტარების წერა, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, აი დაალაიქება არის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა YouTube-ის ალგორითმებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვისაც. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით, თუ გექნებათ ამის სურვილი. გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე და გეტყვით რომ ირანის ირგვლივ ვითარება ნამდვილად სერიოზული ხდება უკვე. პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რამდენიმე დღის წინ როცა ანალიზს ვაკეთებდი, საუბრობდი ირანის გარკვეულ ქალაქებში პროტესტზე, მათ შორის დედაქალაქში მცირე პროტესტზე მაინც მარტო ბაზარი იყო ძირითადად ჩართული, საუბრობდი აღმოსავლეთ ნაწილში ნაკლებ აქტიურობაზე და ძირითადად დასავლეთში ლორების მიერ დასახლებულ რეგიონებში, ეს ირანული ეთნიკური ჯგუფია პროტესტზე, ვთქვი რომ სხვა ეთნიკური ჯგუფები დიდად არ უერთდებიან, სპარსელებიც კი მეტწილად მონაწილეობენ, მაგრამ ნაწილობრივ არა. დღეის მდგომარეობით უკვე სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი. პროტესტში მონაწილეობს 200-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის გუშინ გაიმართა უზარმაზარი აქცია თეირანში, დედაქალაქში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვინ იყო აქციის ორგანიზატორი? შაჰ-რეზა ფეჰლევი, შეერთებული შტატებიდან, ინსტაგრამის და საკუთარი სოციალური მედიის მეშვეობით მოწოდება გააკეთა, რომ ირანის დროით 8 საათზე ყველა შეიკრიბოს ქალაქში გარეთ, ცენტრში და პროტესტ შეუერთდეს. უზარმაზარი არნახული ტალღა იყო გუშინ პროტესტის და მონაწილეების მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ მე პირდაპირ უნდა გითხრათ, ამას პროტესტი აღარ ქვია. ეს არ არის პროტესტი, აი ვინმე როცა ამბობს რომ პროტესტი მშვიდობიანი და არა მშვიდობიანი პროტესტი, ირანში რაც ახლა ხდება, ეს არის არა მშვიდობიანი პროტესტი, იმიტომ რომ არ არის პროტესტი. რაც გულისხმობ? ზოგიერთ ადგილას თუ ჯერ კიდევ პროტესტია, აშკარად მინიმუმ 3-4 ქალაქში მოვლენები გავს აჯანყებას. სამოქალაქო აჯანყებას. კერძოდ, მოქალაქეების ნაწილმა შეძლეს და კონტროლის ქვეშ აიღეს შეიარაღება. და შეიარაღებული მოქალაქეები თავს იცავენ და ასევე ებრძვიან პირდაპირ ბასიჯებს. ბასიჯები ეს არის ერთი მხრივ ვიღაცა შეიძლება ამბობდეს რომ ეს არის ტიტუშკა, მეც ასევე ასეთი შეფასებაც მაქვს, ანუ არაფორმალური დაჯგუფება პოლიცია არ არის ნამდვილად, უფრო ტიტუშკას გავს. მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ტიტუშკა, რომელიც კავშირში არის არა პოლიციასთან, როგორც გითხარით, ან ჯართან, არამედ ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსთან, ასეთი მთელი სტრუქტურა და ორგანიზაცია არსებობს. და ეს ტიტუშკები საკმაოდ მრავლად არიან, მათი მიზანია მოქალაქეების წინააღმდეგ ქუჩაში ბრძოლა. ანუ ცემატყება იმისთვის, რომ პროტესტი შეაჩერონ. ბევრ ადგილას აშკარად მოქალაქეებმა შეიარაღების მეშვეობით ავტომატები ძირითადად წინააღმდეგობა გაუწიეს ისეთი, რომ ბასიჯებს შორის არის სერიოზული რაოდენობით დაღუპულები
და შესაბამისად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ მცირე 4 ქალაქი ჭყალებში იმყოფება აჯანყებულთა კონტროლის ქვეშ. რადგანაც ჩვენი არხი არის ხარისხიანი ინფორმაციის წყარო და ერთადერთი სადაო აქ რაც შეიძლება იყოს ჩემი პირადი შეფასებები არის ხოლმე რაც ცალკე შემიძლია მოგაწოდოთ გაწვდით მათ შორის შიდა პოლიტიკაზე ან საგარეო პოლიტიკაზე დანარჩენი რასაც გაწვდით ყოველთვის იქნება მხოლოდ ფაქტები და არანაირი ჩემი პირადი შეფასება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ფაქტები ახლა მეტყველებენ იმაზე, რომ შეიძლება ოდნავ გადაჭარბებული იყოს განცხადება იმის შესახებ, რომ 4 ქალაქი იმყოფება ამ აჯანყებულთა კონტროლის ქვეშ. ნაწილობრივი კონტროლი სავარაუდოდ ამ ქალაქებში არის, გარკვეული აჯანყების ტალღა არის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ სრული ესეთი კონტროლი გააჩნია და იქ პოლიცია ან ჯარი საერთოდ არ იმყოფება, შესაძლოა იყოს გადაჭარბებული. რატომ? იმიტომ რომ ერთი მხრივ ამის ზუსტი დადასტურება არ არსებობს, მეორე ვიდეო მტკიცებულებები ამის სრული კონტროლის არ არსებობს და ამავდროულად გუშინ დელი დღიდან ინტერნეტი არის გათიშული ირანში. ანუ გათიშული ინტერნეტის პირობებში ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვნად დაიკლო. და ჩვენ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. ერთადერთი იმედი ახლა არის ილონ მასკი და მისი სტარლინკები, ეს არის სატელიტური ინტერნეტის საშუალება, რომელიც ირანში ძალიან სერიოზულად იჯდება თუ აღმოაჩენენ რომ სტარლინკი გაქვს სახლში, მაგრამ ბევრს აქვს. ძალიან ბევრს არა, ანუ ბევრს როცა გულისხმობ, პროცენტულად ცოტა არის, შეიძლება 1% იყოს, მაგრამ ეგ მაინც ბევრი არის ესეთ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც ინტერნეტი საერთოდ არ არის. ანუ ეს იმაზე კი არა, რომ საიტები არის ზოგი გათიშული. არ არის ინტერნეტი უბრალოდ. მეტიც საუბარია, რომ ტელეფონური კავშირიც კი გათიშეს. ანუ მთლიანად არის ლოკდაუნი და გათიშვა ყველაფრის. ეს უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად, რაზე არის წამსვლელი დიქტატურა. აგერ რაზე არის წამსვლელი დიქტატურა, რატო არის დიქტატურა სახიფათო და ანტიჰუმანური, იმიტომ რომ შეიძლება დატოვოს ადამიანი ნებისმიერი კავშირის გარეშე და თან. აიათოლა ხომენეი გამოვიდა გუშინ და აიათოლამ განაცხადა, რომ ყველას ვინც ამ პროცესში მონაწილეობს აჯანყებაში, ისრაელის და ამერიკის დავალებით აკეთებს ამასო და სიკვდილით დავსჯით. ანუ ეს არის დიქტატურა, აგერ აქვე 300-400-500 კილომეტრში, ხო? არ არის შორს საქართველოსთან. რომელიც ამბობს, რომ თქვენ უცხოური აგენტები ხართ, ისრაელის და ამერიკის დავალებით მოქმედებთ, არა და ადამიანები პირდაპირ თქვათ, ხო? სიღარიბე არის ძალიან ტოტალური. საიდან მოდის ეგ სიღარიბე? იმიტომ რომ ისედაც ირანზე სანქციები ადევს, ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ აი ამერიკის ბრალია სიღარიბე. რანაირად არის ამერიკის ბრალი თუ მთელი ირანის პოლიტიკა უკავშირდება ერთი ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამა, სადაც ყველაზე ნეიტრალური და ასე თქვათ, მორიდებული განცხადებებში ევროკავშირიც კი ამბობს, რომ იქ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, იმიტომ რომ ბირთვული იარაღს სჭირდება 90%-იანი გამდიდრება ურანის და ელექტროსადგურს სჭირდება 10%-იანი და ირანს რატომაც 90%-იანი აქვს გამდიდრებული და ანუ რატომ? რატომ? არ არსებობს ესეთი რამე უბრალოდ ჭყალებში, ხო? ეს მნიშვნელოვანი მდგენელია. მეორე მთელი ფული მიდის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებაში. აი რითაც ისრაელს თავს დაესხნენ მანამდე თუ გახსოვთ და საინტერესო არის, ბევრს ახსოვს, რომ 12 დღიანი ომი ივნისში დაიწყო ისრაელის ინიციატივით. თვლად ასე არ არის. ცოტა ხნით ადრე მანამდე პირველმა დარტყმა განახორციელა ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით. რამ კვირეებით ადრე. რის გამო საელჩოს დაბომბვის გამო სირიაში, რაც საბაბი იყო. შესაბამისად, თქვენთან ერთად უნდა ზუსტად ვთქვათ, რომ ეს ბალისტიკური რაკეტების განვითარება, ბირთვული პროგრამის განვითარება ძალიან ძვირია, სანქციების ფონზე კიდე კატასტროფულია. გარდა ამისა, ნავთობის ფასები, როგორც ბევრ ანალიზშიც თქვი, დაახლოებით ახლა $60-ზე ნაკლებია. ირანული ნავთობი კიდე უფრო იაფია, არ იყიდება ნორმალურად და მოპოვების პრობლემებიც არის, ამიტომ ირანი არის ძალიან მწირი რესურსებით დარჩენილი. ამ მწირი რესურსებით ვერ ფარავს ირანი, ესე იგი, ეკონომიკურ პრობლემებს. ეხლა შესთავაზეს მოქალაქეებს, რომ დამშვიდითო და დაგირიგებთ ფულს, თითო მოქალაქეზე $7. ეს იმდენად სასაცილო თანხა არის, რომ მეტის უბრალოდ შეთავაზება არ შეუძლიათ.
იმიტომ რომ ბიუჯეტი არ არის, ვალუტა არ არის. ყველაფერი მიდის ბალისტიკურ რაკეტებში და ტექნოლოგიებში, გინდეს საჰაერო თავდაცვის, სამხედრო ან ბირთვული. ანუ გასაგებია საით მიდის ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ჩვენ ზუსტად ვხედავთ თქვენთან ერთად, რომ ეს პროცესები ახლა მიმართული არის იმისკენ, რომ მოქალაქეებს აქვთ უკმაყოფილება ამ სამხედრო რეჟიმში ცხოვრებით. გარდა ამისა, 12 დღიანი ომის დროს, ივნისში 2025 წლის, ყველამ დაინახა, რომ კი ბატონო, ამდენ ფულს ხარჯავენ სამხედრო მიმართულებით, ეგ ერთი პრობლემა. მეორე, რომ ირანი არის სრულად დაუცველი, სუსტი და მაინც მარცხ ხდება ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ ომში. ამიტომ მოქალაქეებისთვის ეს კიდევ უფრო აბსურდული ჩანს. მათ შორის მოქალაქეები განცხადებებში ამბობენ ასეთ რამეს: ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ ირანისთვის და არა ღაზას ან ლიბანისთვის. ანუ რაც პრაგმატული განცხადება არის, ხო? მათთვის სამშობლო არის ირანი და არა ღაზა და ლიბანი. ეს ისლამური ნარატივი არის მხოლოდ, რომ მაინც და მაინც უნდა აუცილებლად იქ იყოს ჩართული ირანი. რაც აუცილებელი ნამდვილად არ არის რიგითი ირანელი მოქალაქისთვის. ინტერნეტის გათიშვის ფონზე მათ შორის სავარაუდოდ რეზა პელევის განცხადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მიზნით, იმიტომ რომ გუშინ იყო ეგ აქცია, როგორც გითხარით, ფართომასშტაბიანი. ხომენეი ყველას პირდება სიკვდილით დასჯას. და ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული რამეა, ხო? სიკვდილით დასჯა იქ არის და ჯიან სიკვდილით. რამე ესეთი ახალი არ უთქვამს, მაგრამ ეხლა საუბარია ანუ ათობით ათას ადამიანზე სიკვდილით დასჯაზე. ადამიანის სიკვდილით დასჯაზე. და რა თქმა უნდა, მასშტაბი უზარმაზარი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ, ანუ ეხლა თუ უკან დაიხევენ, გესმით ხო რა შედეგები ექნება, მგონი, აი ნათელია კომენტარიც კი არ ჭირდება თუ უკან დაიხევენ. ეხლა რაც შეეხება უკან დახევის ალბათობებს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თუ მათ არ ექნებათ გარე დახმარება, ეს ისლამური კორპუსი, ისლამური რევოლუციის დამცველების, ძალიან კარგად არის შეიარაღებული, ბევრნი არიან, მზად არიან და პრინციპში ჩახოცავენ მთლიანად აი ამ პროტესტს. სისხლის მდინარეებს მოაწყობენ ჩვეულებრივ, იმიტომ დიქტატორები არიან, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი, ადამიანის არაფერი, ადამიანის უფლებები არ იციან რა არის. ერთადერთი ჩემი ანალიზით, აი ეს უკვე ჩემი ანალიზი არის, იმიტომ რომ გარკვეულ დინამიკას ვხედავ და რაღაც პროგნოზს ვაკეთებ. რამდენად გამართლება ეხლა ზუსტად არავინ არ იცის, მაგიტომაც პროგნოზი ქვია და არა მტკიცება, მაგრამ გარკვეულად ჩემი ანალიზი მაინც მეტყველებს იმაზე, რომ თუნდაც რამდენიმე ქალაქში ეხლა ავტომატების ხელში ჩაგდება და წინააღმდეგობა, არ არის ეს, როცა იმას ტანკები და ასე ვთქვათ, ეგეთი მძიმე შეიარაღება, დრონები და ასე შემდეგ გააჩნია, ავტომატებით შორს ვერ წახვალ ჩემი აზრით. ამიტომ მე ალბათობას მივცემდი, რომ თავისი ძალებით შეძლონ რეჟიმის დამხობა შეიარაღებული გზით 10%. ჩემი შეფასება არის სუბიექტური, შეიძლება არ დამეთანხმოთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ ეს 90%-იანი ალბათობა კონდეს ამას, სჭირდება ერთი მდგენელი და ეს არის გარე ჩარევა. გარე ჩარევას რაც შეეხება დონალდ ტრამპმა აგერ კიდევ ერთხელ საათების წინ განაცხადა მეორედ უკვე, რომ მზად არის მოვიდეს ირანელი ხალხის დასახმარებლად, იმიტომ რომ როგორც თქვა, არ დახოცვისო თქვენი ხალხი და ესენი ხოცავენო საკუთარ ხალხს. ძალიან ლოგიკურად დაალაგა პრინციპში. და აქედან ჩანს, რომ შეერთებული შტატები რაღაც ქმედებებისთვის ნამდვილად ემზადებიან, თუმცა მარტო ტრამპის სიტყვებით რომ არ შემოვიფარგლოთ, პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ერთი ვენესუელაში მომხდარი მოვლენების შედეგად აქ აშკარად სერიოზულად ეკიდებიან უკვე ტრამპის განცხადებებს, ესმით რომ რაღაც არ ხუმრობს. მეორე, ამის ფაქტები არსებობს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და ბოლო დღეების განმავლობაშიც უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო თვითმფრინავი მოდის რეგიონში შეერთებული შტატებიდან. მათ შორის საუბარია გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, ეხლა ესეც 100%-იანი ინფორმაცია არ არის, რომ დელტა სპეცრაზმი, ანუ რომელმაც მადურო აიყვანა, დააკავა, გაიტაცა კარაკასიდან, ვენესუელადან, იგივე არის გამოგზავნილი ეხლა, ზუსტად იგივე სპეცსამსახური, სპეცდანაყოფი უბრალოდ გამოგზავნილია ბაღდადში, ერახში, საიდანაც ემზადებიან
რაღაც ქმედებებისთვის. ნუ რომ ემზადებიან ამის შესახებ ინფორმაციაც არის და ვიდეო ჩანაწერებიც, რომ რაღაც იგივე ვერტფრენებით ატარებენ, ანუ სატრანსპორტო ვერტფრენებით წვრთნებს ერახში, რაღაცთვის ემზადებიან. ემზადებიან რისთვის? ჩემი ვარაუდია, რომ შეერთებული შტატების დაკავება შეერთებული შტატების მიერ ხომეინის შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ცოტა ნაკლებად სავარაუდო არის თუ შევადარებთ მაინც მადუროს. აი თუ იმიტომ რომ იქ ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავეს და აქ შეიძლება თქვას ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ნუ ეგეც მისაღებია, იმიტომ რომ ეს ისლამური რევოლუციის დამცველთა გუშაკთა корпуსი არის ტერორისტული ორგანიზაცია ოფიციალურად და პრინციპში შეიძლება თქვას, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მეთაური დავაკავეთო და ამიტომ კონგრესის ნებართვა აქ არ მჭირდებოდა, მაგრამ ნუ ტრამპია, შეიძლება, არ ვიცი. მაგრამ მაინც ალბათობა ნაკლებია ვიდრე იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ მიზანში აიყვანონ ჯერ სააერო თავდაცვის სისტემები, ისედაც მწირი არის, ძირითადად ჩინური ახლა და ვნახოთ ეს ჩინურები საერთოდ როგორ ფუნქციონირებენ, იმიტომ რომ რუსულებმა რო ვერ გაამართლეს, ფაქტია უბრალოდ 2025 წლის ივნისის ბრძოლებიდან ვერაფერი ვერ უქნეს ვერც ისრაელს, ვერც შეერთებულ შტატებს. ეს უბრალოდ ფაქტია, მაგრამ ჩინური რას იზავს, არ ვიცი, ზოგადად გეტყვით, რომ ალბათობა იმისა, რომ უკეთესი იყოს ჩინური ვიდრე რუსული, მეტია, იმიტომ რომ ჩინეთი გაცლებით წინ არის წასული ბევრ ტექნოლოგიაში და ჩვენ ამას თქვენთან ერთად ვხედავთ, ხო, რა ვიცი, კომპიუტერები, მობილურები, ტექნიკა, სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი, ასე შემდეგ, ყველაფერში წინ არიან, რუსები ძალიან ჩამორჩნენ ზოგადად ყველა მიმართულებით პრაქტიკულად. ნუ ესეც უბრალოდ ფაქტია. ამის ფონზე ეს ჩინური საერო თავდაცვის სისტემები რა არის და როგორი არის, გასარკვევია. მაგრამ ამის შემდეგ რას გააკეთებს შეერთებული შტატები? ჩემი ალბათობით, ცხადია ახლა ქალაქების დაბომბვას არ დაიწყებს და ამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოვა ეგ ნაბიჯი ბუნებრივია. უნდა დაბომბოს ძირითადად ისლამური აი ამ გუშაკთა ისლამური რევოლუციის დამცველთა корпуსის გუშაკების, ესე იგი, ობიექტები, რაც ერთი მხრივ მოქალაქეებს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემდა, მეორე მხრივ კიდევაც ამის გამართლებაც მარტივია. ტერორისტული ორგანიზაცია არის ოფიციალურად ამერიკაში გამოცხადებული და არა მხოლოდ ამერიკაში, კიდევ რიგი ქვეყნის მიერ. ასე რომ ტერორისტებს ბომბავთო. ტრამპია, რა პრობლემაა? როცა მოუნდება ტერორისტებს ბომბავს. და ჩვენ ნახეთ თქვენთან ერთად რამდენიმე ასეთი მაგალითი, ხო, ნიგერიაში ბომბავდა ტერორისტებს, სომალიში ბომბავდა ტერორისტებს, ნუ რომ სირიაში და ერაყში ბომბავს და ბომბავს, სიახლე არ არის. წინა ხელისუფლებაც ბომბავდა დემოკრატების, ისლამური სახელმწიფოს მართლა ტერორისტებს. პრინციპში სომალიშიც და ნიგერიაში ისლამური სახელმწიფოს მართლა ტერორისტები არიან. ხო, ირანი უბრალოდ თუ ტერორისტებს უწოდებ მათ, სახელმწიფო დონეზე აყვანილი ტერორიზმია ეს აშკარად, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფო აქვთ. და სხვაგან ესე თვლად ესე არ არის, ხო? აი ავღანეთი იყო ალბათ ეგეთი კიდე ერთი მაგალითი. ამიტომ ახლა საინტერესო რა არის? ესეთი დაბომბვის შემდეგ შეიძლება ოპოზიცია მიიღოს რეალური შანსი, რომ გადატრიალება სამხედრო მოაწყოს. ანუ შეიარაღებული აჯანყება წარმატებით დაასრულოს. რეზა ფეჰლევი ჩამოვა თუ არა? დიდი ალბათობა რომ ჩამოვიდეს, ტრამპი ზოგადად ამბობს, რომ ჯერ არ შეხვდებიო, მაგრამ იქ სიტყვა ჯერ იყო, ანუ შესაძლოა შეხვდეო და ესეც საინტერესო მდგენელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრამპი რეზა ფეჰლევის მიიჩნევს რეალურად გარკვეულწილად საინტერესო პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ ესეთი რამე თქვა ტრამპმა, რომ ვინც გამოჩნდებაო ლიდერი, ის იყოსო რაღაც მეთაური ოპოზიციის, ანუ უნდა დაამტკიცოსო დაახლოებით ეს ყველაფერი. ანუ რეზა ფეჰლევის ჩასასვლელიც აქვს რეალურად, მაგრამ როდის? დღეს თუ ჩავა, გაუჭირდება რაღაც პირობებში. ისრაელის თავდასხმას რატო არ ფიქრობ, რომ ისრაელი ამაზე წავა? ანუ რატო არ ფიქრობ, რომ ისრაელი დაბომბავს ირანს? პირველი, იმიტომ რომ ნეტანიაჰუმ პუტინს ესაუბრა და პუტინის მეშვეობით გადასცა აიათოლას ნეტანიაჰუმ, რომ არ აპირებენ ამის გაკეთებას. ნუ ეს რა თქმა უნდა გარანტია არ არის, რაზე ესაუბარი, მაგრამ რატო ვფიქრობ, რომ არ აპირებენ? ნუ იმიტომ რომ თუ დაბომბავენ, ასე ვთქვათ, ირანს, მაშინ
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ დაბომბვის შედეგად იქნება პასუხი. და ისრაელს რა შეჭirdება იქ პასუხი, როცა ამერიკა შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება და პასუხი იყოს ამერიკის წინააღმდეგ. ოღონდ, სად? ამერიკა შორს არის, აქ მარტო ამერიკულ ბაზებზე თუ იქნება, ეგ ამერიკას კიდევ უფრო მეტი საშუალებას მისცემს. ანუ ისრაელს გარკვეულწილად თავდაცვის რეჟიმი შეუძლია შეარჩიოს, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს, რომ ისრაელი გადავა სრულად ესე თავდაცვით რეჟიმში. ნამდვილად მაგას არ ვფიქრობ. ისრაელს აქვს ორი საკითხი მოსაგვარებელი პარალელურად. თუ ირანის რეჟიმის დემონტაჟი მართლა დაიწყება, ორი პროქსი დარჩა სერიოზული. ნუ ჰამასი კი არის ირანის პროქსი, მაგრამ უფრო არის თურქეთის პროქსი. სუნიტები არიან, ერდოღანს ხვდებიან ხშირად. ირანსაც კი ხვდებიან, მაგრამ შიიტები არიან. ხარს უჭერს სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ მთავარი დასაყრდენი ირანის არის ჰეზბოლაჰი. ხო, გადაგითარგმნით მაინც. ჰეზბოლაჰი პირდაპირ ნიშნავს ალაჰის პარტიას, ანუ ღმერთის პარტიას. ალაჰი ითარგმნება როგორც ღმერთი. ღმერთის პარტია აქვს დაფუძნებული მოკლედ და ღმერთის პარტიის ფარგლებში ებრძვიან ისრაელს. ლიბანიდან. ანუ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის ალბათობა ისრაელის მიერ არის ძალიან დიდი. რატომ? იმიტომ რომ ამ ლიბანის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულებები, რომ დაშლიდა, განიარაღებდა, ესე იგი, ამ ჰეზბოლაჰის დაჯგუფებას. ეს არ გააკეთა, იმიტომ რომ ძალიან სუსტია ლიბანის არმია, რომ ასეთი რამე გააკეთოს. და რეალურად, რადგანაც ლიბანის არმიას ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეუძლია, აქ ჩდება ერთი კონკრეტული მექანიზმი. ისრაელმა თავად დაიწყო სახმელეთო ოპერაცია. რა თქმა უნდა, ასევე ჩდება აქ კითხვა, ეს სახმელეთო ოპერაცია, რომ ისრაელმა დაიწყოს, მიაღწევს თუ არა შედეგს. ვფიქრობ, რომ ისე თუ ის ირანი ძალიან დასუსტებული იქნება შიდა საკითხებით, ვერ დაეხმარება ჰეზბოლაჰს. და მეორე ძალიან საინტერესო მდგენელი აქ ჩემი აზრით უკავშირდება იემენს, რომლის შესახებაც ანალიზი გავაკეთეთ და ეს უკავშირდება ანსარალა, ანუ ხუსიტებს. ხუსიტების მიმართულებით შეიძლება სომალილენდიდან განახორციელოს ირანმა სამხედრო ოპერაცია. რანაირად სომალილენდში თურმე ისრაელს უკვე გააჩნია სამხედრო ბაზები. დიახ, მოსადმა თურმე დიდი ხნით ადრე, სანამ აღიარებდნენ სომალილენდის დამოუკიდებლობას, იქ თურმე ჩამოაყალიბა სამხედრო ბაზები. მინიმუმ ერთი. და იქედან სავარაუდოდ დაიწყებენ ძალიან სერიოზულად ჰუსიტების დაბომბვას. ანუ სანამ ამერიკა დაკავებული იქნება ირანით, ისრაელს შეუძლია ორივე პროქსის საკითხი ირანის მოაგვაროს და პრაქტიკულად ირანის საკითხი შიიტური, ესე ვთქვათ, რადიკალური, ისლამისტური დღისწესრიგი დაამთავროს. საინტერესო დღისწესრიგია, რამდენად იქნება ასე, რა თქმა უნდა, არავინ იცის. ვარაუდი და ალბათობა ცხადია არსებობს, ის რომ ეს ალბათობა მზარდია, ფაქტია, თუმცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ან გადაწყდეს რომ კი, ან რაღაც შეიცვალოს ვითარება. მაგალითად, თუ მთლიანად შეძლებენ ირანელები, ანუ ხელისუფლება დღეს რომ რამენაირად ჩაახშონ ეს პროტესტი გარეთ ჩარევამდე. გარეთ ჩარევა იქნება თუ არა არ ვიცით, ალბათობა დიდია რომ იქნება, განსაკუთრებით მე ვიტყოდი შეერთებული შტატების მხრიდან. ამრიგად ძალიან სერიოზული მდგომარეობაა შექმნილი, ინტერნეტის არარსებობის პირობებში კიდევ უფრო რთული, სტარლინკების წყალობით გვექნება გარკვეული ინფორმაცია, დავაკვირდებით მოვლენებს და როგორც კი იქნება ახალი მნიშვნელოვანი სიახლეები, მოვამზადებ ახალ ანალიზს. ცხადია არ მოგაბეზრებ თავს იმ დროს, როდესაც არაფერია ზუსტი სათქმელი ამ მიმართულებით და ამიტომ გვექნება მხოლოდ იმ დროს, როდესაც სათქმელი იქნება. მანამდე კი სხვა თემებზეც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ თემა საინტერესო არაერთია, მეცაც გეტყვით, რომ არ ველოდით არავინ ესეთი ინტენსივობით წლის დაწყებას, ძალიან მზარდი არის მოვლენები, ძალიან ჩქარი, ბევრი რაღაც ხდება, მე მესმის რომ ქართულ ანალიტიკურ სფეროში საერთოდ ალბათ გვიჭირს, მაგრამ მედია სივრცეშიც კი, ალბათ ვერ ასწრებენ ზედაპირული დაფარვის გარდა, ჩაუღრმავდნენ აი ამ საკითხებს. ჭირს ნამდვილად, მით უმეტეს ბევრი საკითხია, ხო? ვენესუელას, ირანის, აი ამ ახლო აღმოსავლეთის მთელი შიიტური პროქსიების და ასე შემდეგ საკითხების მიმოხილვა არ არის ზოგადად მარტივი ჩვენს რეალობაში და არ არის ჩვენი ეპიცენტრის
ყურადღების ეპიცენტრში ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი აქ მუშაობა და თქვენი კომენტარებიდან ამას ვხედავ და ძალიან ვაფასებ თქვენს დაფასებას. ჩვენი მუშაობა არის საინტერესო და ნაყოფიერი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეხვდებით შემდეგი ანალიზების დროს.